გოგონებო, შუა დღე მშვიდობისა, აბა როგორ ხართ? მომენატრეთ ძალიან. მოდი გავაკეთოთ ასეთი დაშლა. როგორც შევაკარტები და როგორ ჩქარობს. მოდი გავაკეთოთ გაშლა. რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართ? რა ფიქრები აქვს? გავაკეთებ ერთ ვარიანტზე, გოგოებო. აბა დაფიქრდით. რას ფიქრობს ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართ. მოკლედ ჩაიფიქრეთ და დავიწყოთ ერთ ვარიანტზე, იქნება გაშლა ერთ ვარიანტზე. ჩაიფიქრეთ, გოგონებო. აბა დავიწყოთ. იმედია ჩანს. რას ფიქრობს თქვენ მიმართ ჩაფიქრებული ადამიანი? რა ფიქრები აქვს თქვენს მიმართ? რას ფიქრობს თქვენ მიერ ჩაფიქრებული ადამიანი თქვენს მიმართ? გოგონებო, თავში აქვს მთვარე, გაურკვეველია მისი ფიქრები. მხოლოდ ეს არის, რომ მოენატრებით და შემდეგ იწყებს ყმუილს მონატრების ფონზე. აქვს ასევე ის ფიქრები, რომ აქვს ფიზიკური ხასიათის ვნებები, უნდა და აქვს განზრახული შეგეხმიანოთ და გამოვიდეს კონტაქტზე, თუ კონტაქტო სიტუაციაა. აქ ადამიანს რაღაცა აღარ აინტერესებთ ადამიანს, ასეთი ფიქრები აქვს თქვენ მიმართ და ეძებს შესაძლებელია სხვა უკვე მობეზრდით, რაოდენობით ცუდი სათქმელი იყოს მობეზრდით და ეძებს სხვა ადამიანს, აღარ აინტერესებთ ადამიანს. რა ფიქრები აქვს კიდევ თქვენ მიმართ? მართლაც და მისთვის ყველაფერი სულ ერთია, თქვენ სულ ერთი ხართ მისთვის. ასეთი ფიქრები აქვს. შესაძლებელია აქ რომ არიცით ისე იყოს მესამე ადამიანი ურთიერთობაში. აბა რას ფიქრობს კიდევ თქვენ მიმართ ეს ადამიანი? დიახ, შესაძლებელია იყოს სხვა ვინმე და სურდეთ ახალი დასაწყისი ამ ადამიანთან და ამ ადამიანთანაც კი მესაკუთრეობის გრძნობით არის გამჭვალული. ანუ გრძნობით კი არა, მესაკუთრეობა. შენ ჩემი ხარ და მე შენი ვარ. ესე ფიქრობს რაღაცნაირად, უნდა რომ მხოლოდ მის კლანჭებში იყოს ეს ადამიანი, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად და მას ემორჩილებოდეს. თქვენ მიმართ რა ფიქრები აქვს კიდევ? ადამიანი არის ჩიხში, ადამიანი ფიქრობს, რომ არაფრის გაკეთება არ სურს, არის სტაგნაციაში და თქვენ მიმართ ფიქრობს, რომ არაფრის გაკეთება არ შეუძლია და ჯერჯერობით ვერაფერს ვერ ხედავს. აი ეს ფიქრები აქვს. კიდე რა ფიქრები აქვს თქვენს მიმართ? ესე იგი როგორ არის იცით, ნეიტრალურ სიტუაციას იჭერს, თუმცა უნდა რაღაცა პატარა რომ შემოგთავაზოთ, მცირედი, შესაძლებელია კონდეს სიმპათია, როგორი იცით, ანუ ვიღაცას სხვა წავდეს, მაგრამ თქვენი დაკარგვაც რომ არ უნდოდეს და აწყობდეს რომ თქვენც რომ ყავდეთ. აი ასეთი სიტუაცია ჩანს. აბა კიდევ რა ფიქრები აქვს? ფიქრები აქვს, რომ საერთოდ გავიდეს ურთიერთობიდან, საერთოდ დაასრულოს ეს ურთიერთობა, გაიპაროს ურთიერთობიდან. კარგით, ფიქრები გავიგეთ. მოდი გეგმები ვკითხოთ. აბა რა გეგმები აქვს თქვენს მიმართ ამ ადამიანს? გეგმები არაფერი, მისტირის რაღაცა წარსულს თითქოს და წარსულთან არის მიჯაჭვული, ძალიან ფიქრობს, რომ უძველ ურთიერთობაზე, ფიქრობს თუ როგორი იყო ეს ურთიერთობა, აქ გრძნობებისგან დაცლილია და საერთოდ გაჩერებულია ყველაფერი. რაღაცნაირად მოჯაჭვული შესაძლებელი იყო თქვენ თან იგი რაღაცა კუთხით
თუმცა თქვენ სულ სხვანაირი ადამიანი ბრძანდებით და ეს სულ სხვანაირი ადამიანია და ძალიან უჭირს ამ სიტუაციაში ყოფნა მას. აბა რას გადაწყვიტავს კიდევ? მას აქვს შესაძლებელია ბნებები ისეთი ადამიანის მიმართ, რომელიც არის შესაძლებელია ცეცხლის სტიქიის, უნდა რომ იყოს დაემორჩილოს ეს ადამიანი მას და ესე შემოანათოს მის ცხოვრებაში, ეს აქ გეგმებში. თქვენთან უნდა ეს თუ სხვა ადამიანთან. აქ ადამიანი არის ჩიხში, ვერაფერს ვერ ხედავს და მობრუნება უნდა, მაგრამ რაღაცა ახალი განვითარებით უნდა. თქვენთან კი უნდა მობრუნება, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხედავს, თუმცა აზრად აქვს, რომ მობრუნდეს და ახალი განვითარება პოვოს. აბა განვითარება როგორი იქნება? გარკვევა უნდა სიტუაციის და მუშაობს ამაზე. იცის რომ თქვენ ოდესღაც ერთმანეთს ავსებდით, აქვს წარსულის ნოსტალგიაც და ახსენდება რომ ეს იყო ურთიერთ პატივისცემაზე და ურთიერთ მოწონებაზე აგებული ურთიერთობა. აბა კიდევ რა გეგმაში? გეგმაში აქვს რაღაცით რომ მოაწონოს თავი ქალბატონს იმპერატრიცას, რომელიც შესაძლებელია იყოს დედა, რომელიც იყოს შესაძლებელია იყოს მეორე ნახევრად ანუ მეუღლედ ითვლებოდეს, უნდა რომ მასთან რაღაცით თავი გამოიჩინოს, აქვს ასევე რაღაცა დარჩენილი აქვს ნებები, აქვს ინტერესი დაუფლების და შესაძლებელია განვითარდეს ისე რომ შეგხვდეთ და რაღაცა მისი დომინანტობა დაგიმტკიცოთ, მაგრამ აქ მას გრძნობებს თუ განვიხილავთ, აქვს სექსუალური ხასიათის გრძნობები და მაგრამ ამ ყველაფერს რაღაცნაირად აჩერებს, იმიტომ რომ ძალიან ამაყია და უნდათ რომ იქით შეეხმიანოთ მას. აბა ენატრებით თქვენ, რამდენად ენატრებით? მან რაღაცა ტრანსფორმაცია გაიარა თითქოს და ხვდება ბევრ რაღაცას, ხვდება რომ იდეალური ადამიანი ხართ და გაიდეალიზებთ კიდევაც, აქვს ბევრი არჩევანი, მაგრამ თქვენ მიაჩნი ხართ უპირატესად და ფიქრობს შეხვედრაზეც, ფიქრობს ერთად გატარებულ დროზე. ენატრებით, აბა კიდევ დავუსვათ კითხვა. მონატრება არ ჩანს აქ, მას ბევრი რამ დარჩა სათქმელი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია აქ იყოს მესამე პიროვნება და ამაზე სურდეს თქვენთან საუბარი და აქ აშკარად ჩანს, რომ ორ სიტუაციას შორის არის ეს ადამიანი და ორ სკამზე უნდა გადათამაშდეს. კიდევ რა აქვს მას, მოდი კიდევ ვკითხოთ, აბა რა ფიქრები აქვს კიდევ, აი რა ფიქრები აკავშირებს თქვენს მიმართ, კიდევ რა ფიქრები აქვს თქვენს მიმართ მას? მაგი, ესე იგი, ეს ადამიანი თქვენს მიმართ, რომელსაც ჰქონდა ერთი პერიოდი გრძნობას ავსე, ერთმანეთს ავსებდით, ერთმანეთის მიმართ იყავით განწყობილი, როგორც ერთი სულის ადამიანები, ერთმანეთს უგებდით და ძალიან კარგად იყავით, თუმცა ფიქრობს, რომ ეხლა საერთოდ გაცივდა ეს ურთიერთობა, აქ ადამიანს არანაირი გრძნობა, რაოდენ ცუდი იყოს, არანაირი გრძნობა არ აკავშირებს თქვენს მიმართ და სრულიად გაციებულია, აი სრულიად გაციებული აქვს მას თქვენს მიმართ ფიქრებში გრძნობები, საერთოდ გაციებული აქვს, საერთოდ არაფერს არ გრძნობს. რას ფიქრობს, თუმცა უნდა რაღაცების გარკვევა, კიდევ რას ფიქრობს?
ფიქრობს, რომ რაღაცა უნდა შემოთავაზება, შესაძლებელია მატერიალური კუთხით შემოგთავაზოთ რაღაცა დახმარება, რომელიც ექნება მას აწონილ-დაწონილი მოფიქრებული, რაოდენ და რამდენი შემოგთავაზოთ და ამასთან დაკავშირებით უნდა ქმედება. კიდევ რას ფიქრობს აბა? ეს არის ადამიანი, რომელიც არ ჩქარობს, რა სიტუაციაშიც არის სტაბილურად და ეხლა რომელ სიტუაციაშიც იმყოფება, აქ უნდა მას ახალი დასაწყისი. და ამ სიტუაციაში ის, სადაც ეხლა იმყოფება, აქ გრძნობების სავსე და ესე ემოციურად იგი ბალანსშია იმ ადამიანთან, ვისთანაც არის. აბა იმ ადამიანთან თუ არის სხვა ადამიანი, ვინც ისახება, როგორი ურთიერთობა აქვს, კიდევ დავამატოთ. აქ ის დომინანტია, შესაძლებელია ამ ადამიანს იცავდეს ვიღაცეებისგან, ან კონკურენტული გარემო ჰქონდეს და არის იქ, სადაც არის ესე გაჩერებულ სიტუაციაში და არანაირ ნაბიჯს იქ არ აკეთებს. აბა მომავალში თქვენთან რა რისი გადაწყვეტა უნდა მომავალში რა აქ მას თქვენთან მიმართებით დაგეგმილი, მოდით ვკითხოთ. მომავალში ფიქრობს, რომ შეძლებს ახალ დასაწყისს თქვენთან, რომელთანაც ახლა დისტანციურად არის და რომელთანაც ახლა გაყინული აქვს ურთიერთობა, თუ უნდა, ესე ფიქრობს, რომ მომავალში ყველაფერს შეძლებს თავის და სასიკეთოდ. როგორც მას უნდა, ისე წარიმართება ურთიერთობა, ასეთი აზრები აქვს. უნდა ურთიერთობის გარკვევა და ძალიან ნერვიულობს ამაზე, რადგან აქ ყველაფერი დასრულებულია. უნდა გაერკვეს სიტუაციაში სურს თქვენთან საუბარი, შესაძლებელია ამ ურთიერთობის შესახებ სურდეს რაღაცების გარკვევა და ნერვიულობს ძალიან ამაზე. კიდევ რა სურს მას? აქ არის ერთი პარტნიორის მიმართ ჩანს ძალიან დიდი გრძნობები, თუმცა მეორე პარტნიორმა აერჩია სხვა ადამიანი და ორ ადამიანს შორის არის იგი ესე გაჭედილი, ორ ადამიანს შორის აქვს მას მესამე პირთან აქვს მას უფრო გრძნობები. თქვენ კი მის მიმართ გაგაჩნიათ გრძნობა, თუმცა თქვენი გრძნობებიდან ის მიდის და ნახოთ აბა ვის ირჩევს. დიახ, მიდის გრძნობებიდან, თქვენი გრძნობებიდან და სურს ახალ ადამიანთან ურთიერთობა, შესაძლებელია ერთად თანაცხოვრებაც ან სხვა ქვეყანაში გამგზავრებაც სურდეს. აქ შესაძლებელია ოფიციალური ურთიერთობაც სურდეს ადამიანს იმ ადამიანთან, ან იმ სადაც იყო ძველ ურთიერთობასთან დაკავშირებით გქონდეს კონფლიქტები, უნდოდეს დაბრუნება ძველ ურთიერთობაში, თუმცა გქონდეს მას კონფლიქტი და ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები ერთმანეთის მიმართ, რამაც ეს სტაბილური ოჯახი დაანგრია. და ეხლა ძალიან დიდი კონფლიქტის წინაშე გაყენებთ. და თქვენთან კონფლიქტია. რა გეგმები აქვს მას კიდევ? რა გეგმები აქვს? უნდა გარკვევა რაღაცა სიტუაციის და შემდეგ შესაძლებელია სურდეს მობრუნება, თუმცა ეს არ იქნება სტაბილური მობრუნება, რადგან ადამიანმა შეიძლება სიტყვიერად მოგნუსხოთ, დაგელაპარაკოთ, მოგეფეროთ, გითხრათ ტკბილი სიტყვები, ან გაგიკეთოთ საჩუქარი და ასე მობრუნება თქვენთან დააპიროს. რამდენად გულწრფელი იქნება მისი მობრუნება თქვენთან? სამყარო გირჩევთ, რომ გადახედოთ, თუ გადაწყვეტა მან თქვენთან მობრუნება, რადგან ამას დიდი ნერვიულობა და კიდევ დიდი გულის ტკივილი მოყვება. კიდევ აბა რას გვირჩევს? აქ გაციება ჩანს საბოლოოდ გრძნობების და აქ ერთი მხარე ყოველთვის მეორე მხარეზე გამარჯვებულად იქნება ჩათვლილი და არანაირი
ამას არანაირი კარგი შედეგი არ მოყვება. აი, ძალიან დიდი გულის ტკივილი და ესეთი კარტი აღმოჩნდა დასტის ბოლოში, რაც გირჩევთ სამყარო, რომ განერიდოთ ამ ტოქსიურ ურთიერთობას, სადაც გულის ტკენა და ბევრი წუხილი ჩანს. თუ მოგეწონათ გოგონებო, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ, თუ რეზონირდა, გამოიწერეთ არხი და აი რა თემაზეც გინდათ გაშლა, ესეც დამიწერეთ ქვემოთ და პირადი გაშლებისთვის ლინკი მაქვს მითითებული და ჩემს გვერდზე მაქვს ლინკი მითითებული და შეგიძლიათ დამიკავშირდეთ Facebook-ის გვერდზე. აბა დროებით გოგონებო, წარმატებულ დღეს გისურვებ.